ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი პინსონი იყო სომხური ნუას ფეხბურთელი. რა პასს აკეთებს აქ მამუჩაშვილი, არაბიძე საჯარიმოში შევიდა, კარგი მომენტია, პასი ანდრიჩი 1-0. ქუთაისის ტორპედოს სწრაფი გოლი, მეხუთე წუთზე ქუთაისელები დაწინაურდნენ უკეთეს პოზიციაში. აი კიდევ ერთხელ ნახოთ ეს მომენტი და ისევ კომნენ ანდრიჩმა ითამაშა ძალიან კარგად და რამდენად კარგად გაიხსნა ანდრიჩი დააკვირდით აი ამ მომენტს. არაბიძის გადაცემა და ანდრიჩმაც მარტივად შეასრულა ყველაფერი. 1-0 ქუთაისის ტორპედო დაწინაურდა დღევანდელ დაპირისპირებაში სერბი ფორვარდის გოლით. სტარტი ძალიან კარგია. საუბრობდი მე ქუთაისელთა ფრანგ შემტევზე ვირჯილ პინსონზე და იმედია რომ ისიც მოახერხებს გუნდთან ადაპტაციას და საბოლოო ჯამში ტორპედოც თავის სათქმელ სიტყვის ეურო ტურნირებზე და ზირასთან მოახერხებს. როგორც გითხარით, თუ დღეს იბერია მოიგებს ამ თამაშს, იბერიასთვის ეს იქნება ისტორიაში მერვე ტიტული, მეორე საქართველოს სუპერთასზე. იბერია არის ქვეყნის გაუშვა ბურთი კარისკენ და ბრავო ოტოგოშაძეს. კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი, ბედოშვილის კარგი დარტყმა და გოშაძემ რაც კარგად ჩაწოდება, ეფექტური დარტყმა და ისევ ოტოგოშაძე. ან თუ ზაგანია იყო, როგორც ვამბობდი, იბერიას ჯოკერი, აქ ნახეთ როგორ ეფექტურად ცდილობდა გატანას. გუსლით უნდოდა ლამაზი ბურთის გატანა იბერიას მეცხრე ნომერს. კარგი პასი გააკეთა არაბიძეზე. არაბიძე სივრცე ჰქონდა, არ წავიდა თვითონ მამუჩაშვილზე გააკეთა პასი, მამუჩაშვილი ჩაწოდება საჯარიმოში, ანდრიჩი და მაკარიძე ადგილზეა. ამასობაში იბერიას შეტევა ნაჭყებია, ბურთთან გაისროლა და არაზუსტი დარტყმა. შეცდომა ამ ეპიზოდში ბაქარ ქარდავას რჩება, ბურთი პასი უკან ბართიშვილი. კარგია ბართიშვილი დარტყმა და გადარჩა ტორპედო. იბერიას ქარდავამ ჭკვიანურად ითამაშა და ბართიშვილის მოძრაობა ნახეთ. მართულებით გადაცემა, ბევრი ფეხბურთელია საჯარიმოში იბერიასი, გაითამაშეს ბურთი. ბართიშვილი გააყოლა პასი არმელ ზოური საჯარიმოშია და ბრავო გადარჩა ამ ეპიზოდში ტორპედო. ეს კომბინაცია ძალიან კარგი იყო. არ ვიცი დღეს რა სჭირთ ფელიპე პირესსა და ვარლეი დასილვას. აუტი იქნება, რომელსაც მოაწვდიან იბერიას ფეხბურთელები, სწრაფად მოაწოდა ბურთი ამისულაშვილმა, ზოური გადაიტანა ბურთი მარცხნივ, ბედოშვილი შორი მანძილიდან გაისროლა და საკმაოდ სახიფათო დარტყმაც ნახეთ. ამასობაში ბრძოლა ბურთისთვის შეცდომა არაბიძე დარტყმა 2-0 ტორპედომ მეორე გოლიც გაიტანა. კიდევ ერთხელ დაცვის შეცდომა 34 წუთზე გიორგი არაბიძის გოლი და ტორპედო უკვე 2 ბურთით იგებს დღევანდელ დაპირისპირებას. კიდევ ერთხელ კომნენ ანდრიჩი თავით ითამაშა, აი აქ შეუთანხმებელი მოქმედება მცველების. ამისულაშვილი შეცდა, თუ არ ვცდები, კი ბატონო, ისე გამოვიდა რომ ბურთი დაუგდო გიორგი არაბიძეს. ანუ სუსტად კუციასაც აჯობა არაბიძემ და 2-0. კარგად ითამაშა, ბოლომდე იბრძოლა ბურთისთვის, პასი უკან სორიმანეს მიმართულებით. კარგი პასი ბედოშვილზე დარტყმა 2-1. 2-1 იბერიამ გაიტანა. ანგარიშის ყვაობა შემცირდა 37 წუთზე. ანდრეი დემჩენკოს გვიჩვენებენ, ვახო ბედოშვილმა ახმაურა იბერიას ტრიბუნა. თამაშგარე მდგომარეობა. მატეი შიმიჩია ჩარჩენილი, ეს არის ცენტრალური მცველების შეცდომა. ძალიან დიდი სივრცე იყო და ასე მარტოდ ყავდათ ვახო ბედოშვილი დატოვებული. ვახო ბედოშვილის მეორე გოლი სუპერთასის მიმდინარე გათამაშებაში. გაუტანა დინამო თბილისს და ახლა ტორპედოს წინააღმდეგაც მოახერხა გატანა. 2-1 ტაბლოზე.
ბართიშვილი ბურთთან, ბართიშვილის გადაცემა, კარგი მომენტია, ბედოშვილი დარტყმა. ცუდად დაარტყავა ხო ბედოშვილმა. მარცხნივ გადაცემა, მიიღო ბურთი ნაჭყებია. ნაჭყებიას პასი, კარგი მომენტია, კიდევ ერთი გადაცემის მცდელობა, ისევ ნაჭყებია, ბურთთან დარტყმა ოთო გოშაძე. დააქვა ბურთი. ძელი პასი. დეისაზე პასი ბართიშვილს, ბართიშვილის გადაცემა, კარგი მომენტი, დარტყმა! ნიკოლოზ დადიანი ათანაბრებს ანგარის. 2-2. ეს ეპიზოდი ბართიშვილი რა მაგარი პასი გააკეთა და დადიანმაც ესე ბურთის წვეტით გაუშვა ბურთი კარში და კი წვეტით ესე ბურთის წვეტით გაუშვა ბურთი კარში და ლამაზი გოლი გაიტანა ნიკოლოზ დადიანმა 2-2. ამ კარში გოლიც გატანა უყვარს დადიანს, აქეთ მხარეს ტყიბულის მეშახტესაც მაგარი ბურთი გაუტანა. აი ახლაც ტორპედოსთან. სხვადასხვა აქ რომ დადიანს ეფიქრა ან სხვანაირად დარტყმაზე. სწორი მანე იყო ძალიან ახლოს და შეიძლებოდა დაებლოკა ეს დარტყმა და ძალიან კარგია. ბედოშვილზე კეთდება ამასობაში გადაცემა, ბედოშვილი გრძელდება, შეტევა. პასი უკან ჯინჯოლავა, დაბალი გადაცემა. გაგრძელდება შეტევა ისევ ქობულაძე. არმელ ზოური. წნეხი ძლიერდება ზოური, დარტყმა! კიდევ ერთხელ სიხარულაშვილი ხისტი თამაში აქ მამუჩაშვილზე, ყვითელი ბარათი ალბათ. ნახოთ, წითელი პირდაპირ. გამორბენი დაარტყა, გაიტანა 1-0 იბერია დაწინაურდა პენალტების სერიაში. გოშაძემ კუთხე ვერ გამოიცნო, ზოურმა კარგად დაარტყა, ახლა გამორბენი დარტყმა, ბრავო! უმაღლესი დონის შესრულება, დაარტყა ანდრიჩმა პენალტი. აი ეს რაკურსი ძალიან კარგია. მეკარეც მოატყუა და სანიშანი გამორბენი დარტყმა 2-1. დადიანმა შესანიშნავად დაარტყა. შვენიერი შესრულება, მანაც მოატყუა მეკარე. ელიპე პირესი, გამორბენი, დარტყმა, გაიტანა 2-2. მოიცნო კუთხე. მეკარემ, გამორბენი, დარტყმა და 3-2. გაიტანა ქობულაძემ, გოშაძემ კუთხე გამოიცნო, მაგრამ გამორბენი დარტყმა 3-3. გრძელდება პენალტების სერია არის მიმართულებით. ლავა დარტყმა 4-3. გაიტანა გიორგი ჯინჯოლავამაც. ნახოთ. დაარტყა გაიტანა 4-4. გრძელდება პენალტების სერია 4-4. პაატა ღუდუშაური მიდის. შაური გამორბენი დარტყმა გაიტანა 5-4. 5-4 ცოტა დააკლდა ისევ ოთო გოშაძეს მეხუთე პენალტის დასარტყმელად. ძალიან ცოტა დააკლდა მართლა. შიმიჩი დარტყმა ძალიან მარტივად 5-5. მაგარზე კუთხე ვერ გამოიცნო. ხმელი სიხარულაშვილი მივა პენალტის დასარტყმელად. წავედით უკვე იმ წრეზე, სადაც ერთი შეცდომა გამორბენი დარტყმა გოშაძე აიღო პენალტი. ოთო გოშაძე ძალიან მაგარი შანსი ქუთაისის ტორპედოს. ქუთაისის ტორპედოს მეოთხე სუპერთასი მოუპოვოს, მიემართება დიეგო დეისაძე.
ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონის წინ მოვიდა ქუთაისის ტორპედოში და მას ახლა ძალიან დიდი ვალდებულება აკისრია. გაიტანს დეისაძე და ქუთაისის ტორპედო მოიგებს ის წინააღმდეგ. არბიტრმა მისცა ნიშანი დეისაძე დარტყმა გაიტანა. ქუთაისის ტორპედო 2026 წლის სუპერთასის გამარჯვებულია. 6-5 ქუთაისელებმა მოიგეს პენალტების სერია და ისტორიაში მეოთხედ ეუფლებიან სუპერთასის ტიტულს. ზირასთან მატჩის წინ ეს ძალიან დიდი სამოტივაციო ამბავი უნდა იყოს ქუთაისური გუნდისთვის.